მოგესალმებით, ჩემი საუბრის თემა არის რუსეთში მიმდინარე მოვლენები. რუსეთში ახლახანს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ძალიან საინტერესო სიტუაცია დაფიქსირდა. მიუხედავად მასობრივი ფალსიფიკაციისა და მასობრივი საშუალებების ტოტალური კონტროლისა, არსებულმა მართლმა პარტიამ მხოლოდ 49% მიიღო, რაც რეალურად 15% ნაკლებია ადრინდელ შედეგზე. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ფაქტობრივად გამოჩნდა ჩვენს ანალიტიკოსებს. ხმების დიდი ნაწილი გადანაწილდა რუსეთში არსებულ დე-ფაქტო მემარცხენე პარტიებზე. სხვა საუბრის თემაა ეს პარტიები არიან თუ არა რეალურად გამოხატულები იმ იდეოლოგიის, რომელსაც ისინი მისდევენ. ხალხმა არჩევანი გააკეთა ძლიერ სახელმწიფოს ძლიერ სახელმწიფოზე, რომელიც გამოხატავს მათ ინტერესებს, მათ მოითხოვეს სოციალური ცვლილებები, უფრო ძლიერი პროგრამები, ახალი სამუშაო ადგილები, განათლების რეფორმის შეჩერება და უფიქრება უკეთესი ვარიანტის და მიუხედავად მაღალ შედეგებისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიებს რეალურად გაუყალიბეს არჩევნები, არჩევნების მეორე დღეს დაწყებული საპროტესტო გამოსვლებისას აღმოჩნდა, რომ ეს პარტიები არ არიან მზად გამოვიდნენ ქუჩაში. შედეგად ქუჩაში გამოვიდა ახალგაზრდობა, რომელიც ასევე იზიარებს იმ მოთხოვნილებებს, რომელიც აქვს საზოგადოების უფროს ნაწილს, ანაწილია სოციალურ სახელმწიფოს და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ლიდერობა მთელი ამ მიტინგების ხელში ჩაიგდეს ისეთმა პოლიტიკურმა ძალებმა, ეგრეთ წოდებულმა რუსმა ლიბერალებმა, რომლებიც სინამდვილეში კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებში მოითხოვენ იმ რეფორმების ჩატარებას, რის გამოც ასე უკმაყოფილო არის მოსახლეობა რუსეთის ხელისუფლების მიმართ. რაც მთავარია, ამ ჯგუფებს მიუხედავად იმისა, რომ მათი შეხედულებები აცდენილი არის მოსახლეობის განწყობილებებთან არანაირი სამოქმედო გეგმა არ გააჩნიათ. ამის დასტურია ის, რომ ისინი მსგავსად ქართული ოპოზიციისა, რომელიც 2 წლის წინ აწყობდა აქციებს, იმედოვნებენ, რომ არსებობს რაღაც კრიტიკული რაოდენობა ხალხის, რომელიც ქუჩაში გამოსვლის შემდგომ ხელისუფლება ადგება და თვითონ წავა. ეს არის სრული სისულარე, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთ რამე როგორც ისე არ ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენთან იყო ძალიან ბევრი რამე გამოვიდა, ხელისუფლება უბრალოდ არ მიაქცევდა და მეორე. იმისთვის, რომ ხალხი გამოვიდეს, საჭიროა მათ იცოდნენ თუ რას თავაზობს მას ოპოზიცია, ხოლო რუსეთში დღეს ქუჩაში მდგომი ოპოზიცია მას არაფერს უკეთეს არ თავაზობს, ვიდრე არსებული ხელისუფლება.